ასწავლე შენს სხეულს ემოციურად. როგორი შეგრძნება ექნება შენს მომავალს, მანამ სანამ ის რეალობაში გამოვლინდება და არ ადგე იქამდე, სანამ თავს ასე არ იგრძნობ. ივარჯიში ასე რამდენიმე დღე და შემდეგ ნახე, შეძლებ თუ არა ამ მდგომარეობაში დარჩენას. დააკვირდი, როგორ დაიწყებს უცებ ყველა ეს უცნაური კარი გაღება სინქრონულობებისთვის. მეორე, რის ბოლოს გამოყავი დრო, ძილის წინ და მადლობა გადაუხადე ცხოვრებას. იგრძენი მადლიერება. მადლიერება ნიშნავს, რომ რაღაცას იღებ. ამიტომ მადლიერება მიღების უმაღლესი მდგომარეობაა. ადამიანები იღებენ, იჯერებენ და ემორჩილებიან მხოლოდ იმ აზრებს, რომლებიც მათი ემოციური მდგომარეობის ტოლია. ამიტომ თუ მადლიერების მდგომარეობაში ხარ, ყოველი აზრი პირდაპირ შენს სხეულამდე ჩავა. თუ ამბობ, მე ჯანმრთელი ვარ, მე მდიდარი ვარ. მაგრამ შენი სხეული ნეგატივზეა დაპროგრამებული, ის გეუბნება, არა, არ ხარ. და ეს აზრი აქვე გაჩერდება. როდესაც შენ ამაღლებ საკუთარ მდგომარეობას, სხეულში დაახლოებით 1200 განსხვავებული ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რომლებიც მადლიერების მდგომარეობაში სხეულის აღდგენასა და შეკეთებას იწყებენ. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ამის დასამტკიცებლად. 10 წუთით უბრალოდ იგრძენი ეს მთელი გულით. სულ ეს არის. მესამე რამ და ძალიან მნიშვნელოვანი. გამოყავი დრო, როცა შეძლებ, დაჯექი, დახუჭე თვალები და დაიწყე შენი ცნობიერების გახსნა იმ სივრცის მიმართ, რომელიც შენ გარშემოა. უბრალოდ შეიგრძენი ის, მიაქციე ყურადღება და უფრო მეტად გააცნობიერე. ცნობიერების გახსნის აქტი იწყებს სტრესის ჰორმონების შემცირებას და ქმნის უფრო თანმიმდევრო, უფრო ჰარმონიულ ტვინის ტაუღურ მდგომარეობებს. მე ამას ვაკეთებ და ეს უბრალოდ პრაქტიკაა.